ნავთობის ფასმა ერთ თვიან მაქსიმუმს მიაღწია მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ხანგრძლივი ბლოკადის შესაძლო გაფართოებისთვის ემზადება. ბრენტის ტიპის საწვავის ფასი 1.1%-ით არის გაზრდილი და ბარელზე $113 აჭარბებს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 31 მარტის შემდეგ, ანუ იმ პერიოდამდე, როდესაც აშშ ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გაფორმდა. ფასების ზრდა მას შემდეგ დაჩქარდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი გეგმავს თეირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებას, მათ შორის ირანის ნავთობის ექსპორტის შეზღუდვას და მისი პორტებიდან საზღვაო ტრანსპორტირების ბლოკირებას. ამ ნაბიჯის მიზანი ირანის ეკონომიკის დასუსტება და ქვეყნის იძულებაა სრულად შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა. უცხოური მედია წერს, რომ ეს ვითარება გლობალურ ენერგეტიკულ რისკებს ზრდის და შესაძლოა უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასებზე დამატებითი ზეწოლა გამოიწვიოს. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის, ჰორმუზის სრუტეში არსებული კრიზისისა და სპარსეთის ყურეში ნავთობის მოპოვების 14 მილიონი ბარელით შემცირების ფონზე ნავთობის ფასის პროგნოზი გაიზარდა. საინვესტიციო ბანკის მოლოდინით წლის ბოლო კვარტლისთვის ბრენტის მარკის ნავთობის ფასი მანამდე ნავარაუდები $80 ნაცვლად $90 მიაღწევს. ამერიკული ნავთობის ღირებულება კი 75-ის ნაცვლად $83 იქნება. Goldman Sachs-ის ინფორმაციით, სპარსეთის ყურეში ნავთობის მოპოვების შემცირებამ ბაზარზე ნედლეულის დეფიციტი შექმნა. საინვესტიციო ბანკი არ გამორიცხავს, რომ ნეგატიური სცენარის შემთხვევაში მოლოდინები კიდევ გადაიხედოს. აზიური ბაზარი ქართული ავიაციისთვის ახალი შესაძლებლობების ფაზაში შედის. კორეის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. მოლაპარაკებები Korean Air-სა და TY Air-თან გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-კორეას შორის რეგულარული ავიამიმოსვლის დაწყების შესაძლებლობები, ადგილობრივი ავიაბაზრის პოტენციალი და კორეიდან ტურისტული ნაკადების ზრდის შესაძლებლობა განიხილეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Korean Air-მა უკვე მიმართა შესაბამის უწყებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ჩარტერული რეისების განხორციელების თაობაზე. საქართველოსა და კორეას შორის ავიაკომპანიებს 11 ჩარტერული რეისი აქვთ შესრულებული. მსოფლიოში ფსტის წარმოება 8%-ით შემცირდა 2025-2026 წლის სეზონის საპროგნოზო მოსავალი მილიონ ტონას მცირედით აღემატება. მოსავლის კლების შესაბამისად შემცირებულია გლობალურ ბაზრებზე მიწოდებაც. პროდუქტის სიმცირემ კი გაზარდა ფასები და ნაჭუჭიანი კილოგრამი ფსტის ფასი $6.12 ფარგლებშია. გარჩეულის კი $13.20 ფასები განსხვავებულია მწარმოებლებისა და მისი ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით. მსოფლიოში ფსტის უმსხვილესი მწარმოებლები ამერიკის შეერთებული შტატები, ირანი და თურქეთი არიან. მთავარ ექსპორტიორ ქვეყნად კი ირანი მიიჩნევა, სადაც განვითარებულმა გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა ასევე ნეგატიური გავლენა იქონია ფსტის გლობალურ ბაზარზე. საქართველოში მცირე მიწიანი მესაქონლე ფერმერები ხშირად ვერ უზრუნველყოფენ პირუტყვის სრულფასოვან კვებას და დამოკიდებული არიან არაეფექტიან სეზონურ საძოვრებზე, რაც აზიანებს როგორც ცხოველის ჯანმრთელობას, ისე რძის ხარისხსა და რაოდენობას. პრობლემის თანამედროვე გადაწყვეტად განიხილება ჰიდროპონიკული ჯეჯილის წარმოება, წყალზე მოყვანილი ვიტამინებით მდიდარი და ეკოლოგიურად სუფთა საკვები. შალვა ლაღაძის თქმით, რომელიც ფერმერებს სწორედ ასეთი საწარმოების მოწყობას სთავაზობს, ტექნოლოგიით 30 კვადრატულ მეტრზე შესაძლებელია დღეში დაახლოებით 300 კილოგრამი ჯეჯილის წარმოება, რაც ფერმერს საშუალებას აძლევს სტაბილურად აწარმოოს მწვანე საკვები და გააუმჯობესოს კვების რაციონი. მისივე თქმით, ინტერესის მიუხედავად ფერმერებისთვის მთავარ გამოწვევად ფინანსური რესურსების ნაკლებობა და ინფორმაციის დეფიციტი რჩება. მომავალში იგეგმება უფრო მცირე და ხელმისაწვდომი კონტეინერის ტიპის საწარმოების შექმნა, რაც ტექნოლოგიას ფართო მასებისთვის გახდის ხელმისაწვდომს. ქართული ნატურალური ჟელიბონების მიმართ მოთხოვნა მზარდია. ჟელიუსში აცხადებენ, რომ გაზრდილი მოთხოვნის ფონზე დღიური წარმოების მოცულობა 2-3 კილოგრამს აღწევს. განსაკუთრებული მოთხოვნა კი დაბადების დღეებისა და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის დამზადებულ ჟელიბონებზეა. ხშირია განმეორებითი შეკვეთებით. ჟელიუსი მომხმარებელს ხილის, კენკრისა და შოკოლადის სხვადასხვა ვარიაციის ნატურალურ ჟელიბონებს თავაზობს. პროდუქცია არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს, რაც კომპანიის თქმით მას გლობალური მწარმოებლებისგან გამოარჩევს. ასორტიმენტშია როგორც სრულად უშაქრო ჟელიბონები, დიაბეტიანი მომხმარებლებისთვის, ასევე ვეგანური ვარიანტები. ჟელიუსის სამომავლო გეგმებში კი საკუთარი მაღაზიისა და კაფეს გახსნა შედის.